ჩემთვის აი სტრუქტურულად ხა ვისაც დომინანტი რომელიც ამყვანი ენერგიებში ვართ ანუ რომელ არქეტიპშიც ვართ არის რომ მიბმული ხარ უფრო დედის ანუ მატერის ცნობიერებაზე და არის რომ მამის ცნობიერებაზე ხარ მიბმული და მე უფრო მამის ცნობიერებაზე ვარ ვიყავი ყოველთვის მიბმული და ეგვიპტური ცნობიერებაც ეგ არის რა ეგვიპტეში აი ზევს ქალი ფემინური საწყისი არის სიბრძნე სოფია ხო გნოსტიკური სოფია ანუ სიბრძნე სამყაროში ვლინდება ქალური ენერგიებით და ეხა ის ნახე ეგვიპტურში რა კარგად არის დაალაგებული ბერძნულშიც ასეა პრინციპში ზევსის ანუ იქ მე ძალიან მეცინება ბერძნულ პანთეონზე ძალიან მიწიერი აი ძალიან ყველაზე ნაკლებად ტრანსცენდენტული და სულიერი ყველაზე დაცემული შეიძლება კი რიტუალთან კავშირგაწყვეტილი ხო ანუ აქვე ვიტყვი ამასაც რომ თუ კი და ქვემოდან საზრდოობს რაღაც კი და ამიტომ მე არქეტიპებზე როცა ვმუშაობ ენერგიებთან არქეტიპების ეგვიპტური და ვედური და შუამდინარული ენერგიებით ვმუშაობ ღვთაებებით და ახლა როგორ ლაგდება ნახე ეს ქალური მამის ცნობიერებასთან ჩვენი კავშირი ფემინური ენერგიებით იმიტომ რომ ნახე იქაც ბერძნულში ზევსის გონება არის ათენა მისივე ქალიშვილი რომელიც იბადება მაგრამ ეს ეგვიპტურში ჩანს ფანტასტიურად ჰორუსის თვალი სანამ ჩამოყალიბდებოდა აი ეს სტრუქტურა ჰორუსის თვალის მან უფრო ძველი ეგვიპტური კოსმოგონიური სისტემით ეს არის ტეფნუტის თვალი, ანუ ქალი და სამი დიდი ქალღმერთი ეგვიპტური არის დიდი უზენაესი ღმერთის რას თვალი. ანუ ცნობიერების თვალი ეგვიპტურ სამყაროში. ეს არის ქალღმერთები. კი. და ძალიან საინტერესოა იქ მთელი სიუჟეტი შემოდის მამის ცნობიერებასთან დაკავშირება და მამის მიერ დაკარგვა თვითონ მამის მიერ დაკარგვა ამ ცნობიერების. ანუ ორმხრივი თანაბარი მიმართება. აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენ შევიდეთ მამის ცნობიერებაში, არამედ მამა როგორ გვიფრთხილდება ჩვენ და როგორ გვაბრუნებს თუ კი ჩვენ კარგავთ აი ამ ცნობიერებას და ტეფნუტის მიტი არის ფანტასტიკური, რომელიც მამაზე განაწყენდება ეს ტეფნუტი რომელიც მესამე თვალია რა ეს და ტოვებს რას და რა ეკუდება იღუპება სამყარო ქაოსში ინთქმება და ყველა თოტი და ნუშუ და ღმერთები გაგზავნის რომ როგორღაც ეს ქალღმერთი თავისივე ქალიშვილი და ესეთი ტექსტია არ გავუფრთხილდი მე ჩემს ქალიშვილს ძალიან როგორ სინანულს გამოთქვამს ანუ ეს ზრუნვა და ეს მიმართება ორმხრივი არის მამის ცნობიერებასთან დამოკიდებულება და ეს ეხა მატერიაში რო გადმოვიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანია მამის დამოკიდებულება გოგონასთან ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ცხოვრებას განსაზღვრავს აი ბიჭთან თუ მოდის ოიდიპალური კომპლექსი ოიდიპალური თემა დედასთან მიმართებაში ხო გოგონასთვის ტრანსფორმაციის გზაზე ცნობიერების განვითარების გზაზე აქ მამის ცნობიერებაში შესვლა ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია და მამის აღიარება